ჟურნალისტებთან შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, რამდენად ნაყოფიერი იყო ქართული დელეგაციისთვის ვიზიტი ამ ფორმატში? ველოდებოდით, რომ შეძლებოდა ქართული ინიციატივები დოკუმენტში ასახულიყო, როგორ დასრულდა ეს? დასრულდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, საინტერესო დისკუსიები გაიმართა, დისკუსიებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, იყო ზოგადად ძალიან საინტერესო ფორმატი. მე მქონდა პირადად სიტყვით გამოსვლის საშუალება ენერგეტიკული დაკავშირებადობის თემაზე, რაც იყო ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ მოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კითხვით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა ასევე საშუალება რომ გაგვემართა ორხრივი შეხვედრები, გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, შესაბამისად მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი იმისათვის რომ გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. თუ შეიძლება დაკონკრეტება კონკრეტულად რა ინიციატივა ნახავთ ამ დოკუმენტში? ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დოკუმენტში არის ასახული საქართველოს განსაკუთრებული ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენი ქვეყანა მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რომელიც ჩამოყალიბდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისათვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. ამაზე ქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი ისახა საბოლოო ჯამში სამიტის დოკუმენტში. ბატონო, თქვენ თქვით, რომ კომუნიკაცია გქონდათ ევროპელ კოლეგებთან, შეეხოთვალა საუბარი გაფართოების პოლიტიკას და საქართველოს ევროინტეგრაციის ქონდა საუბარი ამ თემებზეც, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ უზიარებთ ჩვენს გზავნილებს, ყველა შესაბამის ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, წარმოადგენელი ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი, სხვები და მათთანაც ქონდა საუბარი ამ თემთან დაკავშირებით. ზოგადად საერთო შტაბის ცვლილება რაც გვაქვს არის ის, რომ როგორც კი ზოგადად რეგიონში გლობალურად შეიცვლება ვითარება, დამშვიდდება ვითარება, მკისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში ვითარების, პოლიტიკური ვითარების დამშვიდებას. ჩვენ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება კიდევ ერთხელ გაიმეორებს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის იგივე ანაგლის პროექტთან დაკავშირებითაც ჰქონდა საუბარი. სხვა პროექტებზე საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს, მათ შორის ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით ესახება იგივე გაზის რესურსებს, ნავთობის რესურსებს და ასე შემდეგ. ამ კუთხით ჰქონდა საუბარი როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციურ პროექტებსაც. თქვენ რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებას გააკეთებთ, აქცენტი კონკრეტულად რას მოიაზრებთ ამ მიმართ? ერთი პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი იყო განხილული ამ სამიტზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად დამშვიდდება, რეგიონში ვითარება და ეს ყველანაირად დადებითად აისახება ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და ასევე კონკრეტულად საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას.